საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში ბავშვებისთვის წამების სამსახველი კადრების ჩვენებას გულუბრყვილო შეცდომას უწოდებს. ჯეჯელავას თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად სავარაუდოდ სკოლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გახშირდება. მომხდარს უფრო მკაცრად აფასებს ვიცე-პრემიერი. კახა კალაძე არასრულწლოვნებისთვის წამების სამსახველი ვიდეო მასალის ჩვენებას კატასტროფულ ფაქტს უწოდებს და საგამოძიებო უწყებებს მისი შესწავლისკენ მოუწოდებს. რაც უფრო მოახლოვდება ალბათ არჩევნების პერიოდი, მით უფრო გაიზრდება ცდუნება ადამიანების მიერ, რომ გამოიყენონ, ასე ვთქვათ, სასკოლო სისტემა რაღაცა მიზნებისთვის. გულუბრყვილო შეცდომასთან გვაქვს საქმე, როდესაც ესე იგი ჩათვალა სკოლის ხელმძღვანელობამ და ორგანიზატორებმა, რომ კარგ საქმეს აკეთებდნენ. თუ ეს მართლა ესე მოხდა, ალბათ შესაბამის სამსახურები უნდა დაინტერესდეს, იმიტომ ეს არის სრული კატასტროფა. როგორ შეიძლება ბავშვებს აყურებინო ის, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში, ის კატასტროფა, აყურებინო თუ როგორ ეპყრობოდნენ ციხეებში ადამიანებს, როგორ უსწორდებოდნენ ყავარჯნიანი კაცებით მამაკაცებს და ასე შემდეგ. ეს არის სრული კატასტროფა და შესაბამისად ვფიქრობ, უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო უწყებები, რომ მოხდეს გარკვეულად თუ ვის მიერ იქნა ეს ბავშვებისთვის ნაჩვენები. ბავშვებისთვის არაადამიანური მოპყრობისა და წამების სამსახველი ვიდეო მასალის ჩვენებას ნაწილობრივ ამართლებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. მისი თქმით, მის ბავშვობაში სკოლებში აჩვენებდნენ დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის საკონცენტრაციო ბანაკებში არსებულ ვითარებას ასახავდნენ. კობახიძისგან განსხვავებით, მსგავსი კადრების ჩვენებას მიუღებელ და სრულიად ამაზრზენ ფაქტად აფასებენ რესპუბლიკელებსა და ეროვნულ ფორუმში. სწორედ იმიტომ უნდა აჩვენონ მოზარდებს, რომ მსგავსი რამ არასოდეს მათ არც გაიაზრონ და დასრულობის პერიოდში ასეთი ტიპის დანაშაულთან რაიმე შემხებლობა არ ქონდეთ, მაგრამ აქ აზრი შეიძლება ორად გაიყოს ესე. ჩვენც გვაჩვენებდნენ მაგალითად იქ ოსვენციმში რა ხდებოდა, ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში რა ხდებოდა. არა, ჩვენ გვაჩვენებდნენ დოკუმენტურ ფილმებს, თუმცა ეს შეიძლება ვიღაცისთვის გამართლებული იყო ვიღაცის მხრიდან არ იყო. ეს შეიძლება რაღაც სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებული იყოს. ვერ გეტყვით. ეს მოხდა ასე, არა მხოლოდ შეფასება შემიძლია ამის, არამედ შემიძლია მოვითხოვო, რომ ამ სკოლის მენეჯმენტის, დირექტორის და შესაბამისად ინიციატორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ვინაიდან ერთი საკითხი არის, რომ ეს დანაშაული ჩადენილია და უმძიმესი არის ეს დანაშაული, მაგრამ ასევე დანაშაულია, როდესაც ამას აჩვენებ ერთი ქუჩაში და მით უმეტეს სასწავლო დაწესებულებაში. ვინ წამების კადრებს ავრცელებს, სკოლა იქნება ეს თუ სახელმწიფო მოხელეს, ყველა არის ამაზრზენი და ყველა დამნაშავე და ყველა საქმიანობა გამოსაძიებელია. ბატონმა ჯეჯელავამ რა თქვა, არ ვიცი, იმიტომ რომ არ მგონია მაგ საქმეშიერიოს. არა, დაადასტურა უბრალოდ ნამდვილად იყო ნაჩვენები. დაადასტურა, რომ იყო ნაჩვენები, ისე როგორც მე გიდასტურებ, რომ გურიაში იყო ნაჩვენები და არის ხალხი, რომელიც ამას აკეთებს. ეს ისეთივე ამაზრზენია, როგორც ის ხალხი, ვინც ეს წამება ჩაიდინა, ვინც ეს წამება გადაიღო. სკოლაში წამების სამსახველი ვიდეო მასალის ჩვენების შესახებ ინფორმაცია გუშინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. თავად სკოლაში ბავშვებისთვის წამების სამსახველი კადრების ჩვენებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ისტორიის კათედრის ორგანიზებით მე-7, მე-8 და მე-9 კლასელებს მხოლოდ ოჯახთა მე-10 კონგრესზე ლევან ვასაძის გამოსვლა უჩვენეს. თუმცა ინფორმაციას, რომ სკოლაში წამების კადრები აჩვენეს, ფლობენ რუსთავის რესურს ცენტრსა და განათლების სამინისტროში. ამ ფაქტთან დაკავშირებით სიუჟეტის მომზადების დროს პატრულმა სკოლიდან რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი გააძევა. ირღეოში და განაწესიოდა. არ დავარღვიო. ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როდესაც არასრულწლოვნებისთვის წამების სამსახველი ვიდეო მასალის საჯარო ჩვენება გაიმართა. 2015 წელს მსგავსი შემთხვევები ფოთსა და ზუგდიდში მოხდა. მაშინ საჯარო ჩვენებათა ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა თაობა საქართველოსთვის იყო. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია სალუქვაძე მალევე გურიის გუბერნატორი გახდა. საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეკემბერში პარლამენტში მოსმენის დროს განაცხადა, რომ ის ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევას ჩაატარებდა. მოკვლევის შესახებ პრემიერს პირველი კითხვა ტელეკომპანია ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დაუსვა. პასუხად კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მოკვლევით გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის მონაწილეობა მომხდარში არ დადასტურდა. პრემიერმა ასევე საჯაროდ დადო პირობა, რომ მისი პრემიერობის დროს მსგავსი ფაქტები არ მოხდებოდა.
თქვენ კიდევ ერთი რაღაცის გადამოწმებას დაგვირდით პარლამენტის ტრიბუნიდან ბატონი სალუქვაძე არსებობს ესეთი პიროვნება გურიის გუბერნატორი რომელმაც პირადი და სასტიკი წამების კადრების საჯარო ჩვენება მოაწყო თქვენ თქვით რომ ეს თქვენთვის სრულიად მიუღებელი ფაქტი იყო მე მოვიკითხე თუ არსებობდა ასეთი მონაცემები გურიის გუბერნატორის უშუალო მონაწილეობის ასეთი მონაცემები მე ვერ მოვიძიე რომ ის უშუალოდ მონაწილეობდა ამ კადრების ჩვენებაში კიდევ ერთხელ ვამბობ რომ საკადრო ცვლილებები აქამდეც იყო და მომავალშიც არ არის გამორიცხული მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი ცვლილებები თუ დადასტურდება ის რომ სალუქვაძე პირადად ახდენდა ორგანიზებას საჯარო ჩვენების წამების კადრების კიდევ ერთხელ გიდასტურებთ რომ მე ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ ის რაც გიორგი კვირიკაშვილის მოკვლევამ ვერ დაადგინეს საჯაროდ გაჟღერებული ფაქტი იყო რადგანაც გია სალუქვაძემ 2015 წელს მისი ორგანიზაციის ყველა თაობას საქართველოსთვის სახელით განაცხადა რომ საჯარო ჩვენება მან მოაწყო მაშინ სალუქვაძე ამბობდა რომ ბავშვები კადრების ჩვენებაზე მშობლებმა მიიყვანეს უცნობია თუ რა რეაგირება ექნება სახელმწიფოს მომხდარზე